გამარჯობა. ამიერკავკასიის და კერძოდ საქართველოს გარუსების პროექტი, ძალდატანებითი გარუსების პროექტი, ჯერ კიდევ პასკევიჩე, როდის ეს ქონდა შემუშავებული, სადაც керзот нათქვამი იყო. Заставить жителей тамошних говорить, мыслить и чувствовать по-русски. Ვაეძულოთ იქაურები, რათა რუსულად ილაპარაკონ, იფიქრონ და შეიგრძნონ. ბევრმა ეს საკაიფოდ შეიგრძნო სხვადასხვა შორის. გიორგი მუხრან-ბატონი, სენატორი, მეფის ნაცვლის საბჭოს წევრი, მთავარი სასამართლო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი, თავის წიგნებში русском языке, осуществляя национальные и индивидуальные и образовательные значения крупных народных единиц, ეს გამოიცა 1872 წელს თბილისში წერდა. საქართველო მალე მოისპობა, ამაში ეჭვი არ უნდა. ამისი მსგავსი ბუნებაშიც ბევრია. დიდი თევზი პატარას ჭამს, დიდი მხეცი პატარას. ჩვენ მომავალი არ გვაქვს და უმჯობესია ჩვენი გადაგვარება და გარუსება. ეს გიორგი მუხრან-ბატონი პარიზში გარდაიცვალა. ის თბილისში ჩამოასვენეს. კუბო იმდაგვარად იყო ჩადგმული ხუთში, რომ ვერ გაარკვიეს საით იყო თავი და საით იყო ფეხები. ვაგონიდან გადმოტვირთვისას ბუშება იქვე მდგომ აკაკი წერდა კითხეს. ბატონო, იქნებ გვიბრძანო საით აქვს თავი მიცვალებულსო? აკაკი მოპასუხა. აბა რა გითხარ, ჩემო ძმებო? სიცოცხლეში ვერ გაუგეთ, საით ქონდა თავი, სიკვდილის შემდეგ ვიღა გაუგებს მაგ კურთხეულსო. ისე მუხრან-ბატონი რა მოსატანია და თვითცნობილმა განთქმულმა ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა ქართველებს ასე მიმართა. ბრიყვებო, არ იცით რომ საქართველოს საქმე წასულია და მოუწოდებდა ქართულ ენაზე წერის დანებებას და რუსულზე გადასვლას. რუსულად წერდა რას ვაგებ ამითო? ნაცვლად ამისა მადლობას ვიმსახურებ, ჩინებს, ფულს და პატივისცემას. ქართულ ენაზე დაწერს კი ვინ წაიკითხავს? არავინ. მიხეილ ჯავახიშვილი კი წერდა. ხელისუფლება და ქართველი ხალხი შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი. ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფლება გაქართველდეს. ჯერჯერობით არც ერთი შესაძლებელი, არც მეორე. მას ადამე ხრამი ისევ ხრამად რჩება. როდის დაიწერა ეს 1926 წელს და ხრამი ისევ მართლა ხრამად რჩება და მაგრამ ხელისუფალი რუსია ეს საკაიფოდ ვიცით ჩვენ. და ქართველებს კიდე არ უწერიათ გარუსება. კარგად იყავით, დღეისთვის ეს იყო.